ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს სპეისია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ოსოჯანიშვილი ვარ. დღეს ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, შრომით ურთიერთობაზე, დასაქმებაზე და შრომით უფლებებზე. და ზოგადად იმ ცვლილებებზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. რატომ უჭირთ კომპანიებს კადრების, ასე ვთქვათ, აყვანა, ხო, რატომ იზრდება შრომითი დავების რაოდენობა საქართველოში და ზოგადად რა გამოწვევები მოაქვს უცხოელის დასაქმებას საქართველოში. მოკლედ შეგახსენებთ, რომ დღევანდელი პოდკასტის წარმდგენი და გენერალური პარტნიორი არის DPT Consulting-ი, იურიდიული კომპანია და თქვენთვის მონატრებული, ორი კვირის მონატრებული თანადამფუძნებელი ამ კომპანიის ჯონი ჩონიაძეა ჩემთან ერთად, რომელიც დღევანდელ პოდკასტს გაუწევს მოდერაციას. მოგესალმები ჯონი. მოგესალმები სერგო. შეგნებულად არ წარვადგინე ჩვენი სტუმარი, მინდა დაგითმო. დიდი სიამოვნებით. საინტერესო თემა ავირჩიეთ ძალიან დღეს და, რა ვიცი, აქტუალური, ეხება აბსოლუტურად ყველას, აინტერესებს აბსოლუტურად ყველას და დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესშიც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი პოდკასტი და დღევანდელი ეპიზოდი ბევრისთვის იქნება ძალიან ესეთი რაღაც ეფექტური და რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ნახოთ როგორი იქნება, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი იქნება. პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს, მსმენელს, ნატოს მივესალმები. უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ჩემი აზრით განსაკუთრებით ახალი რეგულაციების პირობებში, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედა, თუ სწორად 1 მარტიდან ამოქმედა ახალი რეგულაციები შრომითი მიგრაციის შესახებ, მაგრამ სანამ შრომით მიგრაციამდე და ზოგადად საკითხებამდე გადავალთ, პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოსახლეობის დასაქმების პირობების შესაბამისობა კანონთან. და როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე გამოცდილების მათ შორის მქონე ადამიანს ეს საკითხი რა თქმა უნდა განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ჩემთვის და არა მხოლოდ პროფესიული გადმოსახედიდან გამომდინარე, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის საქართველოში, იმიტომ რომ შრომის უფლებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იცოდე როგორ დაიცვა შენი უფლებები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ვინ თუ არა ნატო ნათენაძე ის უნდა წავიკითხოთ თქვენი რეგალია საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების აპარატის უფროსი შრომის სამართლის სპეციალისტი არის დღეს ჩვენი სტუმარი და გარდა ამ რეგალიისა თუ სწორად მაქვს ინფორმაცია შრომის ინსპექციაშიც კონდათ კარიერული გამოცდილება. კი ბატონო, მოგესალმებით მეც. მივესალმებით თქვენს მაყურებელს მსმენელს, გადაგიხდით მადლობას მოწვევისთვის და ესეთი საინტერესო თემებით დაინტერესებისა და გაშუქებისთვის. მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ დასაწყისშივე პატარა შესავალს გავაკეთებ და მცირე სიახლის შესახებ მივაწვდი ინფორმაციას მსმენელს და მაყურებელს. მოკლედ, რადგან მონაცემთა დაცვაც ჩვენი კომპანიის მიმართულება და შრომითი ურთიერთობის სამართლიც ასე ვთქვათ, ძალიან მჭიდრო თანაკვეთაშია ერთმანეთთან. DPT Consulting-ი ამ შაბათს 13 ივნის ატარებს workshop-ს ამ მიმართულებით და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ინფორმაცია ნახონ ჩვენ ვებსაიტზე და Facebook გვერდზე. შევფიქრებ, რომ გამოვაქვეყნოთ კომენტარის სახითაც. ხო. ბატონო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის და განსაკუთრებით HR-ებისთვის და ჩვენ კი შევთანხმდით რაღაც გეგმაზე, მაგრამ ერთი შეკითხვა უნდა დაგისვათ ამ ფორმატს მიღმა. HR-ებთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა, იმიტომ რომ ეს რეგულაცია და ზოგადად ამ კანონის აღსრულება, პრაქტიკაში იმპლემენტაცია, უფლებების და ვალდებულებების გათვალისწინება, როგორც წესი ორგანიზაციებში ეკისრებათ ადამიანის რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირს და HR-ები. ვთქვათ, შევამოკლოთ კიდევ ერთი ბარბარიზმი გამოვიყენოთ და უკაცრავად ხშირად გვიწევს ხოლმე ესე უცხოენოვანი სიტყვების გამოყენება და იმიტომ. თქვენი აზრით, HR-ის როლი რა არის ორგანიზაციაში, იმიტომ რომ მე ხშირად გამიგია, როდესაც ეს შეკითხვა დამისვამს, რომ მხოლოდ ორგანიზაციაში კარიერულ განვითარებას თუ მენტალურ მდგომარეობაზე ზრუნვა თანამშრომლისა, მაგრამ გარდა ამისა იქ სამართლებრივი ვალდებულებები არსებობს. რა როლი აქვს HR-ს ორგანიზაციაში, ვინ არის ეს? მადლობა კითხვისთვის. ნამდვილად ეს არის უმნიშვნელოვანესი პოზიცია ნებისმიერ ორგანიზაციაში განურჩევლად სექტორისა.
ავიღებთ საჯარო სექტორს თუ კერძო სექტორს, იმიტომ რომ თვითონ დასახელება ადამიანური რესურსების მართვა აი ამ სათაურშივე არის ის დიდი ფუნდამენტი და მნიშვნელობა, რომელი პასუხისმგებლობაც ამ ადამიანს აქვს აღებული თავის თავზე. მთავარი პრინციპი ერთ-ერთი რომელიც შრომითი ურთიერთობისთვის არის დამახასიათებელი, ეს არის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა. ეს ჯანსაღი სამუშაო გარემო ბუნებრივია დგას შრომითი უფლებების სრულ და შრომის უსაფრთხოების სრულ რეალიზებაზე. შრომითი უფლებების ნაწილში სწორედ ვინ უზრუნველყოფს, რომ როგორც დოკუმენტურად, ისევე ფაქტობრივად, არა მარტო ფურცელზე დატოვებული, არამედ ფაქტობრივად რეალიზებულიც იყოს თითოეული სოციალური გარანტია ან განხორციელდეს სწორი ინფორმირება იქ მომუშავე თანამშრომლების არის სწორედ ასეთი პასუხისმგებელი პირების. პრაქტიკაში ჩვენ შეგვხვედრია, რომ ეს პასუხისმგებლობა ან გადანაწილებულია იურისტზე და პლუს HR-ზე და არის შემთხვევები, რომ თვითონ HR-ი თუ პროფესიითაც იურისტია, ისევე ითავსებს როგორც ნულიდან დოკუმენტაციის შემუშავებას, ასევე მის პრაქტიკაში რეალიზებას. კი, მადლობა ნატო განმარტებისთვის. უმნიშვნელოვანესი როლია გეთანხმები. და რატო გავაკეთე ეს აქცენტი, იმიტომ რომ სამართლებრივი ვალდებულებების რა უფლება აქვს დასაქმებულს, როგორ უნდა მოექცე მას აი იმ პირობებში, რაც აღნიშნე, გარკვეული ინფორმაცია და დეტალური ინფორმაცია HR-ს ნამდვილად უნდა გააჩნდეს, ხო? და ის როლებიც იურისტებთან როგორ გამიჯნოს, მე მგონი შეგნით შესაძახებელი საკითხია, თუმცა ინფორმაცია თავად უნდა გქონდეთ და მე ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც ესეთი ტიპის HR-ები მომრავლდნენ პრაქტიკაში უფრო და უფრო ხშირად ხვდები და მისასალმებელია. ეხლა რომ გადავიდეთ უკვე ჩვენ ცვლილებებზე, პირველი ცვლილება ეს ამოქმედებული შრომითი მიგრაციის შესახებ რაც აღნიშნეთ. ამაზე რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ დიდი ნებათაღელვა, გაურკვევლობა, იმიტომ რომ ახლა სიახლე არის და რაღაცები დასაზუსტებელი იყო, შეიძლება კიდევ არის რაღაცები დასაზუსტებელი, რომ გავაცნოთ ჩვენი პოდკასტის ფორმატიც ძირითადად ბიზნესზეც არის მორგებული და ფიზიკურ პირებზეც, ამიტომ ორივესთვის საყურადღებო იქნება ეს. სიამოვნებით დავიწყებ თქვენის ნებართვით პატარა პრეისტორიით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია სანამ ჩვენ ცვლილებებზე ვისაუბრებთ, ვიცოდეთ რა რეგულაციები იყო თუნდაც 1 მარტამდე. საქართველოს შრომითი მიგრაციის მიმართულებით გამოირჩეოდა ძალიან ლიბერალური პოლიტიკით. ეს გულისხმობს იმას, რომ შრომითი ნებართვის არსებობა, შრომითი საქმიანობის უფლებების მოპოვების ვალდებულება სწორედ არის მიმდინარე წლის მონაპოვარი. ეს არ არის ქართულ რეალობაზე მორგებული. ეს თუნდაც საერთაშორისო ერთ-ერთი სტანდარტი არის, რომ ქვეყანა უნდა აკონტროლებდეს გარკვეულწილად იმიგრანტების როლს აღრიცხვაც უნდა ხდებოდეს და შესაბამისად მათი დასაქმების რეალური შეფასებაც უნდა იყოს გაზომილი. ორი გარემოება განაპირობებდა ერთგვარად ამ რეფორმას. ერთი ეს გახლავთ თვითონ ადგილობრივი ბაზრის დაცვის ვალდებულება, მათ შორის ჩვენი თანამემამულების, თანამოქალაქეების და ასევე თუნდაც ჩვენს რეგიონში იმიგრანტების თუნდაც ნაკადის რისკი, რაც ბოლო პერიოდში წამოვიდა. შეიძლება ერთი რამდენიმე წლის წინ არავის არ წარმოედგენა, რომ საქართველოს გახდებოდა თვითონ ის ბაზარი, სადაც უცხოელები ჩამოვიდოდნენ და დასაქმებას გადაწყვეტდნენ, თუმცა რეალობამ ეს საჭიროება მოიტანა. 1 მარტამდე არსებობდა გარკვეული რეგულაცია, ესეც ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არ არსებობდა მიგრაციის აღსრულების მექანიზმი. უბრალოდ ეს იყო უფრო გამარტივებული პროცედურა და ეს გულისხმობდა, რომ კომპანიებს ბიზნეს გააჩნდა ვალდებულება, ოღონდ თუ რეალურად მხოლოდ დასაქმებული ყავდა, რომ დაერეგისტრირებინა ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. თუ არ დაარეგისტრირებდა, თუ არასწორ დოკუმენტაციას ატვირთავდა, ან შრომით ხელშეკრულებაში რეიმე ტიპის დარღვევა იქნებოდა, ამის აღსრულებას ახორციელებდა შრომის ინსპექციის სამსახური. ნატო შეგონ ამას არ ქონდა დათქმა, რომ დათქმა კი არა, ნებართვას არ იღებდა, უბრალოდ არეგისტრირებდა მხოლოდ, ხო? გეთანხმებით, ხო, ეს იყო უფრო რეგისტრაცია აღრიცხვის ვალდებულება და სწორედ აი ამ აღრიცხულმა მონაცემებმა აჩვენა ის, რომ დაახლოებით, როდესაც ქვეყანაში 200,000 უცხოელია შემოსული და აქედან მხოლოდ 60,000-ია ოფიციალურად რეგისტრირებული, გაჩნდა კითხვები, რომ შესაძლოა საჭირო იყოს უფრო ფორმალური მექანიზმის ამუშავება. რეგულაცია, რომელიც მიმდინარე წლიდან ამოქმედდა და საბოლოოდ არ არის კიდევ ამოქმედებული, გარდამავალი პერიოდი კვლავ გააჩნია 2027 წლის 1 იანვრამდე, გულისხმობს, რომ მის კონტროლის ქვეშ მოექცნენ აბსოლუტურად ყველა უცხოელი, განურჩევლად იმისა ის,
საქართველოში კომპანიაშია დასაქმებული ამ ფიზიკურ პირთან თუ თვითონ ეწევა რაიმე ტიპის მომსახურებას, ვაჭრობას ან ინდივიდუალურ საქმიანობას. მათ შორის ბოდი შეგაწყვეტინებთ კომენტარს გავაკეთებ. ეს ეხება უცხოელს, რომელიც მომსახურების ხელშეკრულებით ემსახურება ქართულ კომპანიებს და ასევე იმ უცხოელს, რომელიც საზღვარგარეთ ემსახურება უცხოელ კომპანიებს და საქართველოში იღებს შემოსავალს, ხო? არა? თქვენ მიერ გაჟღერებულია ეს მეორე ვარიანტი, ეს იყო რედაქცია 1 მარტის, თუმცა კანონის ძალაში შესვლიდან ძალიან მალევე, გარკვეული რეაქტიული უკავშირიც იყო, 6 კვირაში გადაწყდა ისევ კანონის გახსნა და ცვლილებების შეტანა. ისეთი პირები მოექცნენ ამ რეგულაციაში, რომლებიც არ უნდა მოქცეულიყვნენ და პრაქტიკა მაჩვენა, რომ პირთაწრეა შესამცირებელია და გამონაკლის პირთაწრე გასაზრდელია, ვიზეც კანონი არ უნდა გავრცელდეს. შესაბამისად კონკრეტულად ეს ვის ეხება? კი ბატონო. როგორც ვთქვი, რომ ეს კანონი არეგულირებს კომპანიებს, ვისაც სურს რომ დაასაქმოს უცხოელს, ვისაც სურს რომ დაასაქმდეს კომპანიაში და მოიხსენიებს როგორც ადგილობრივ დამსაქმებელს და შრომით იმიგრანტს და ჩემს შემდგომ საუბარშიც ამ ტერმინებს გავიმეორებ და ეგრეთ წოდებულ ინდივიდუალურ პირებს, სუბიექტებს, უცხოელებს, რომლებიც ან ვინმესთან არიან, როგორც თქვენ ბრძანეთ, მომსახურების ხელშეკრულებით, ვაჭრობას ახორციელებენ ან რაიმე სერვისის მიწოდებას და ამას არქმევს თვით დასაქმებულს. და ასევე სუბიექტი ყავს მომსახურების ორგანიზატორი, რომელიც ესეთი ინდივიდისგან, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას, იღებს რაიმე ფინანსურ სარგებელს. აი მაგალითად, Glovovolt-ი თვითონ კომპანია ეს მოიაზრეს როგორც მომსახურების ორგანიზატორად. აი კიდე რო დავაკონკრეტოთ ცნობილია რომ რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ძალიან ბევრი უცხოელი შემოვიდა და ამაზე საუბრებიც იყო, მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ფაქტია რომ ეს ადამიანები საქართველოში იმყოფებიან და სხვა უცხოელებიც, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, რეგისტრირებული არიან მცირე მეწარმეებად, იმიტომ რომ ხშირად მიწევს ხოლმე coworking-ში მუშაობა, საერთო სამუშაო სივრცე სადაც და ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოში მცირე მეწარმე გადასახადის გათვალისწინებითაც, იმიტომ რომ ცოტა არ გადასახდელი და არა ქართულ, არამედ უცხოურ კომპანიებს ემსახურებიან. ესეთ ადამიანებზეც ვრცელდება კანონის მოქმედება თუ არა? როგორც გითხარით, აი 6 კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა 15 აპრილის რედაქციით ესეთი პირები ამოიღეს ამ კანონის რედაქციიდან. მინდა აი თქვენ კითხვასაც მივუბრუნდე. ეს იყოს რაღაცა მექანიზმი, ანუ ავლის, ასე ვთქვათ, კანონის. ლოგიკა რთულად ასახსნელია, გულწრფელად გითხრათ, რას ეფუძნება იმ პირთასიის ჩამონათვალს, ვინც ამ გამონაკლისში არიან შესულები. მე უფრო ამას განმარტავდი, როგორც ეგრეთ წოდებულ მაღალკვალიფიციურ, მაღალ ანაზღაურებად პირებს, რომელთა კონტროლიც არ ჩათვალა სახელმწიფომ, რომ ისეთი ბიუროკრატიის გზით უნდა განხორციელებულიყო, როგორც ყველა სხვა პროფესიის და მაგალითისთვის გეტყვით, ვინები არიან აი ეს სუბიექტები. პირველ რიგში, შრომითი მიგრაციის რეგულაცია არ ვრცელდება იმ უცხოელზე, რომელსაც უკვე აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა მოპოვებული, საერთო ქუდი რო შევთანხმდეთ, ეს ყველანი არიან ის უცხოელები, ვინც საქართველოში მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში იმყოფებიან. ეს სუბიექტები, ვიზაც საერთოდ არ ვრცელდება რეგულაცია, არ სჭირდებათ შრომითი საქმიანობის უფლების აღება ან შრომითი ბინადრობის ნებართვის და ასე შემდეგ არიან აკრედიტირებული ჟურნალისტები, საკონსულოს თანამშრომლები, საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები. ასევე როგორც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, ასევე მთავრობის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის მქონე პირები. ნატო, ის ერთი განმარტებაც რო გავაკეთოთ, რა გარკვეულწილად არის ბინადრობის უფლებაზე მიბმულიც, ხო ეს ყველაფერი. და აი პროცედურები მე სადაც უფრო რელევანტურია თუ დიპლომატიაზე და საინვესტიციოზე. სიამოვნებით ეს არის ერთმანეთზე ძალიან გადაბმული რეგულაცია, რომ 2 სამინისტრო სჭირდება უცხოელს, რომ გარკვეულწილად ბიუროკრატიული თემები მოაგვაროს და შემდეგ რომელი. კი, სიამოვნებით. შესაბამისად, აი ეს პირთაწრე დიდია და მათ შორის რაც უკვე ჩვენ განვიხილეთ, ისეთი უცხოელი, რომელიც საზღვარგარეთ შეიძლება საქართველოში იმყოფება, მაგრამ საზღვარგარეთ რომელიმე კომპანიაზე მუშაობს, მათზე არ ვრცელდება ეს რეგულაცია, ან ადგილობრივი კომპანია, მაგრამ უცხოელი მასზე მუშაობს საზღვარგარეთიდან
საქართველოში არ მაგრამ აქ შემოსულა. იღებს თუ არა შემოსავალს აღარ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ადგილობრივი კომპანია აქედან ურიცხავდეს ხელფასს, რომელიმე სხვა ქვეყანაში მომუშავე პირს, მაგრამ ეგ რეგულაცია არ ნუ ის დაექვემდებარება. დისტანციურად ვინცაა, მაგრამ და ასევე აი პირობითად გერმანიიდან საქართველოში იღებს შემოსავალს და ჩვენი წესებით იბეგრება. მაგაზეც არ გავრცელდება. ამიტომ აი ბოლო 6 კვირის პრაქტიკა მაჩვენა, რომ გარკვეულ პირთა წრე შესამცირებელი IT სპეციალისტებზე იყო კიდევ შეღავათები და ეგ ძველიც არის, მე მგონი შარშანდელი თუ შარშანწინელი რეგულაცია იყო мотивациისთვის მათი. სანამ ეს საერთოდ რეფორმა მუშავდებოდა, IT სექტორი და IT სპეციალისტები დაპრიორიტეტდნენ როგორც საშეღავათო პირებად. აი მაგალითად თუ შრომით საქმიანობის უფლების მოპოვების ვადა პირველი ნებართვის მოპოვების 6 თვიდან 1 წლამდეა, IT სპეციალისტ პირდაპირ 3 წლიანს აძლევენ. ასევე ბიუროკრატიული მომენტები უფრო ნაკლებად აქვთ ვიდრე ნებისმიერ სხვა პროფესიის წარმომადგენელს. თქვენის ნებართვით აი ვახსენებ იმ დოკუმენტებს, იმიტომ რომ კლასიკური შემთხვევისგან განსხვავებით აქ შეიძლება ჯამში დასჭირდეს უცხოელს 4 დოკუმენტი. აი 4 დოკუმენტის ჯამი ქმნის უფლებას უკვე რომ შენ გაქვს დასაქმების შესაძლებლობა. ეს ვრცელდება თვით დასაქმებულზე და დასაქმებულზე. ეს სხვადასხვა რეგულაცია. მე დავიწყებ კლასიკურ შემთხვევას, როდესაც ვარ უცხოელი, ჯერ არ შემოსულ ვარ საქართველოში, აქ არის ადგილობრივი რეგისტრირებული კომპანია, რომელსაც სურს ჩემი დასაქმება და სხვა ქვეყნიდან წამოყვანა. შესაბამისად, პირველი დოკუმენტი, რაც უნდა გაფორმდეს ჩემსას, როგორც უცხოელსა და კომპანიას შორის, ეს არის შრომითი ხელშეკრულება. ჯერ ხელშეკრულება. პირველი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის ამოქმედების ვადა ბუნებრივი არ იქნება მიბმული ხელმოწერის თარიღიდან. და პირობა დადებული ხელშეკრულება იქნება, იმიტომ რომ მთელ რიგ სხვა დოკუმენტების მოპოვებაზე იქნება მიბმული. შემდგომი დოკუმენტი ეს გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია დასაქმების სააგენტო, რომელსაც უნდა მიმართოს ორგანიზაციამ, კომპანიამ და ვადები გახლავთ 30 დღიანი და 10 დღიანი. 30 დღიანს თუ აირჩევს 200 ლარს გადაიხდის, 10 დღიანს თუ აირჩევს 400 ლარს. პრაქტიკაში გექნებოდათ უკვე შემთხვევები. ეს ვადები ირღვევა. ხო. სანამ შეკითხვას დავსვამ. აი 400 ლარს რო იხდი 10 დღეში არ იქნება. ხშირ შემთხვევაში ეს ვადები შეიძლება კრიტიკული იყოს იმ პირისთვის, ვინც შრომითი უფლების მიღებას ცდილობს, ხო? ან ვადა გაზრდიოდეს, ჯამში აი დოკუმენტაციის შეგროვებას და შეკრებას აი ზედმიწევნით ყოველ მეორე დღეს რომ მიყვე, მაინც 3 თვე სჭირდება. ხო, ანუ შეიძლება გადამწყვეტი იყოს ჩემთვის ეს ვადა, სააგენტომ ვერ მოახერხა ამ ვადაში ინფორმაციის გაცემა, პრობლემა ჩემია, ხო, როგორც დასაქმებული პირის ან ორგანიზაციის. მინიმუმ 3 თვე უნდა გაითვალისწინოს. 3 თვე საშუალოდ ბიზნესს უნდა კონდეს გათვალისწინებული იმისთვის, რომ მოიპოვოს უფლება, რომ ამუშავოს უცხოელი. თუ ამ პერიოდში თვითნებურად რომელიმე დოკუმენტს არ დაელოდება, ამისთვის უკვე არსებობს აღსრულება და ჯარიმები არის გათვალისწინებული. ამიტომ კუმულატიურად დასაქმების სააგენტოს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. თუ კლასიკურად არ გადაიხდის დაჩქარებულის თანხას და 30 დღეს მიყვება 30 კალენდარული დღე, რომელიც შეიძლება დახარვესდეს და განესაზღვროს დამატებითი ვადა და ვადა კიდე გრძელდება ამ კუთხით. 10 სამუშაო დღეც. აი 10 თქვენ საიდან გახსოვთ, რომ აი რა წამსაც აიღებს შრომითი საქმიანობის უფლებას დასაქმების სააგენტოსგან, უკვე ჩაირთვება 10 კალენდარულ დღიანი ვადა იმისთვის, რომ სასწრაფოდ წახვიდე იუსტიციის სამინისტროში და იქ შეიტანო განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვისთვის. ან ქრონოლოგიურად ჯერ მაქვს შრომის ნებართვა, შრომის უფლება საქართველოში და მე მივდივარ ბინადრობაზე. კი ბატონო, მიდიხართ ბინადრობაზე, ბინადრობის შემთხვევაში, ოღონდ აქაც გავმიჩნავ, თუ უცხოელი არ არის ჯერ საქართველოში შემოსული, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მერე მიმართავ ჯერ ვიზაზე, D1 კატეგორიის ვიზაზე, იმის განხილვის ვადა არის 30 დღე. თუ უცხოელი უკვე იმყოფება საქართველოში, სხვა მიზნით შემოვიდა და გადაწყვიტა, რომ სურს დასაქმება, ეს დოკუმენტი პირველ საფეხურად ყველასთვის სავალდებულო არის, აი ეს 10 კალენდარულ დღეში უკვე უნდა წავიდეს იუსტიციის სამინისტროში და იქაც კლასიკური დაჩქარების გარეშე 30 დღიანი განხილვის ვადა არის და მოითხოვოს შრომითი ბინადრობის უფლება. თუ ამ ვადას შეუძლია ვიზა მოითხოვოს D1 კატეგორიის? თუ სხვა ქვეყანაში იმყოფება და ჯერ არ შემოსულა, D1 კატეგორიის ვიზის გარეშე საზღვარზე არ გამოუშვებენ. უკვე აქ ვიზას ვეღარ ცვლის და ნებართვაზე ბინადრობაზე გადავადიეხ და რატო ვუსვავ ხას 10 კალენდარულ დღეს, თუ უცხოელს გამორჩება ან კომპანიას გამორჩება და 10 დღეში არ მიმართავს იუსტიციას, უკვე მოპოვებული ფულ გადახდილი ნებართვა გაუქმდება. შეკითხვა მაქვს. პრაქტიკაში როგორ არის? ეს ხო ელექტრონულ პლატფორმებზე ხდება ყველაფერი. შეტყობინებები არ ეგზავნებათ ამ ადამიანებს, რომ 10 დღე გადის და იქ რა ხდება?
ჩემს პრაქტიკაში მსგავსი SMS, email ან სატელეფონო კომუნიკაცია, ვინაიდან შეიძლება გამართლება ისაც არის, რომ საკანონმდებლო წესით დარეგულირდა უკვე შეწყვეტის ან უარისთვის საფუძვლებში მითითებულია, თორე უფრო ინფორმირებული უცხოელისთვის, ინფორმირებული მოქალაქისთვის, როგორც კომპანიის ბუნებრივია უკეთესი იქნებოდა. ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ, სანამ კიდევ იმ სხვა ორ დოკუმენტზე გადავალთ. კომუნიკაცია დასაქმების სააგენტოსთან კონსულტაციის ნაწილში, ინფორმაციის მიღების ნაწილში, რაღაც მოქნილი მექანიზმი გვაქვს, რომ დარეკოს უცხოელმა მიიღოს ინფორმაცია, დამსაქმებელმა დარეკოს მიიღოს ინფორმაცია, არის თუ არა მოქნილი მექანიზმი და პროფკავშირების როლიც ამაში იქნება გარკვეულწილად, რა თქმა უნდა. რაც შეეხება კომუნიკაციის ფორმატს, ეს გახლავთ ცხელი ხაზი და იმეილი, რა გზითაც როგორც კომპანიას, ასევე უცხოელს შეუძლია გარკვეული ინფორმაცია დააზუსტოს. უშუალოდ ამ მიმართულებით. პროფკავშირიც თავის მხრივ ახორციელებს ცნობიერების ამაღლებას თუნდაც აი ამ შრომითი მიგრაციის ან უფლებრივის მიმართულებით და იმ მავალდებულებელი ნორმების განმარტებას, რომელიც შეიძლება ბუნდოვანი იყოს ან საჭიროებს გარკვეულ დაკონკრეტებას. მადლობა დიდი. ნებართვებზე გავჩერდით დავიზებზე. თუ სტუდენტზე სხვა კატეგორიის ვიზა გაიცემა, ხო, თუ არ ვცდები? ერთ-ერთი გამონაკლისად არის მითითებული, რომ აი შრომითი ბინადრობის ნებართვის საჭიროება არ დადგება თუ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისას მას უკვე ჰქონდა სხვა კატეგორიის მოქმედი ნებართვა. მათ შორის ანუ გავლენ სტუდენტებიც და ამათ აღარ დაჭირდებათ, ესეც მნიშვნელოვანია. თუმცა აი კლასიკურ შემთხვევაში რო შევაჯამოთ, ეს დოკუმენტები ქმნიან ჯამში უფლებას, როგორც არის შრომითი საქმიანობის უფლება და საქმების სააგენტოსი და ერთი კატეგორიის ვიზა, საგარეო საქმეთა სამინისტროსი, შრომითი ბინადრობის ნებართვა იუსტიციის სამინისტროსი და დადებული შრომითი ხელშეკრულება, როდესაც ვსაუბრობთ ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტზე, ქმნის ჯამში უფლებას, რომ აი როგორც კი შეიკვრება ეს დოკუმენტები, მეორე დღიდან გაქვს ლეგალური საქმიანობის განხორციელების უფლება. რომელიმე დოკუმენტის პირველივე ჯერზე მოპოვების მეორე დღიდან თუ დაიწყებენ თანამშრომლობას და ფაქტობრივად სამუშაო შესრულებას, როგორც უკვე განმარტე, აღნიშნული დაკვალიფიცირდება როგორც დარღვევა. ამის გადაკონტროლება ერთადერთი ანაზღაურების როგორ შეიძლება გააკონტროლოს სახელმწიფომ, მე და თქვენ მხარეები შევთანხმდით და დავიწყეთ თანამშრომლობა საბოლოო პროცესის დასრულებამდე. ამის გადაკონტროლება სავარაუდოდ მიბული იქნება ანაზღაურებაზე, ხომ? რაც შეუძლია სახელმწიფომ დაინახოს შემოსავლების სამსახურმა. ანუ მეოთხე კიდევ სხვა უწყება შემოდის ინფორმაციის გაცვლის ნაწილში. კი, მადლობა კითხვისთვის. აღსრულების ნაწილი ცოტა ბუნდოვანია და გაურკვეველი და შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკაში გარკვეულ გამოწვევებს შექმნის ყველა პირისთვის. და რას გულისხმობ ამას? აღმასრულებელ ორგანოდ გვევლინება ორი უწყება. ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი და ასევე თუნდაც იგივე მანდატი და უფლებამოსილება აქვს პოლიციის დეპარტამენტსაც და მეორე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური. არის იდენტური მუხლები, რომელზეც შეუძლიათ ერთდროულად განახორციელონ რეაგირება, დროში აცდენა ბუნებრივია იქნება, მაგრამ ერთი და იგივე დანაშაულზე ერთი და იგივე პირის მიმართ რამდენიმე ორგანოს მხრიდან განხორციელებული დასანქცირება, რომელი ჯარიმაც არ არის ნამდვილად ცოტა, თან ჯარიმების კლასიფიკაცია ითვალისწინებს, რომ ერთდროულად რამდენიმე პირიც კი იქნეს დაჯარიმებული, შეიძლება გამოიწვიოს კვეთა, რომ სადღაც პირობითად თუ გააჩერა მიგრაციის დეპარტამენტმა დააჯარიმა, ვერ მოასწრეს პროგრამაში დროულად ოქმის ატვირთვა და ხო, აი თეორიულად, ჰიპოთეტურად შესაძლებელია, როდესაც მუხლის პუნქტი, ქვეპუნქტი არ არის დაკონკრეტებული ექსკლუზიურად რომელიღაცა ორგანოსი არის, რომ ეს ნაწილი ესე დარეგულირდეს. ერთი როლების ეგ თანაკვეთა რაც ახსენეთ და მეორე როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი უწყების რაღაც თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი. გარდა ისედაც დარეგულირებულია, მაგრამ დარღვევაზე რეაგირების ნაწილში გულისხმობ რა, ანუ ისევ მიმართულებით რომ წავიდე არ მიმიღია ჯერ ნებართვა, მაგრამ ის სპეციალისტი მჭირდება და დავაწყებინე უცხოელს მუშაობა, პირობებზე მოდი ნუ დაველოდები და ჩვენ დავიწყოთ ვინ გაიგებს ამბავია, ეს როგორ უნდა გაიგოს სახელმწიფომ, ალბათ მე ვხედავ რომ აქ მასთან ანგარიშტორება, ანუ ხელფასის გაცემა ან სხვა პროცედურები შეამოწმონ რა. თუ იქ არ მოიძიეს ინფორმაცია დამოუკიდებლად.
ერთი ფინანსური ანგარიშწორება და მეორე როცა მიხვალ და ადგილზე დაგხვდება და არ აქვს ეს დოკუმენტები მოპოვებული. ხო, ეს თავისთავად. ეგ უკვე მიხვედი, მაგრამ რაღაც პროაქტიულად ხომ უნდა გაიგო რაღაცით. ესეთია მნიშვნელოვანი საკითხი. აი, მას მაინც დავაზუსტებ. ანუ ესე იგი ადამიანები, რომლებიც აქ არიან ჩამოსული სტუდენტური, ასე ვთქვათ, მიზნებისთვის და სწავლობენ თუნდაც ხო, ეხლა სამედიცინო უნივერსიტეტში არის ძალიან ბევრი ხო? შორს ხარ მიკროფონს. ამ ადამიანები, ეხლა მე როგორც ერთ-ერთი რიგითი დამსაქმებელი ხო, რომელსაც სამომავლოდ საკმაოდ რეალურია რომ დამჭირდეს უცხოელი ხო? ანუ ამ ადამიანების დასაქმება შემიძლია ყველანაირი საბუთების შეგროვების გარეშე, ხო? როგორც მე მივხვდი. ასე იყო 2020 წლამდე. ეხლა განურჩევლად რომლებიც აქვს ხოლმე განურჩევლად ბინადრობის ნებართვისა მოქმედი რომელი კატეგორიის არის, ყველასთვის მაინც სავალდებულო არის პირველი დოკუმენტი, რომელიც თქვი ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოსი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება. ცალმხრივი არა რა, ერთ დოკუმენტს არ ეყრდნობი, რამდენიმე გჭირდება. აქ თუ არ არის და რაღაც ვიზა არ აქვს, შენ გჭირდება ერთი წინასწარ ხელშეკრულებას, მე მიმართავ შრომის უფლებაზე. მაინც ამ პროცედურის გასვლა. ხო, შრომის უფლებაზე მიმართავ, ის თუ გითხრეს რომ კი ბატონო, ვაძლევთ ამ უფლებასო, მერე ბინადრობის უფლება უნდა იყო, რომ ლეგალურად ყოფნის უფლება კონდეს კონკრეტული მიზნით სახელმწიფოში. ისე მეგობრებო, როგორი პრაქტიკაა ამ შემთხვევაში, თუნდაც აი ევროკავშირში, ხო? აი, როდესაც ქართველი სტუდენტი მიდის ასწავლებლად ამ შემთხვევაში თუნდაც გერმანიაში, ხო? და ну, ბუნებრივია, გარკვეულწილად შეიძლება მუშაობა ჭირდება, ხო? რაღაც გამოიმუშაოს თანხა. ანუ იქ როგორი შემთხვევებია, ანუ იქაც ჭირდება, იქ ამდენი რაღაც პროცედურების გავლა და გარკვეული პერიოდი თუ უფრო გამარტივებულია პროცედურა. ზოგადად რეფორმა არ არის მხოლოდ აი ქართულ რეალობაზე და ქართულ გამოწვევებზე მორგებული, ეს ინოვაციური ჩვენ მიერ მოგონილი არ არის. საერთაშორისო მათ შორის ევროკავშირის სტანდარტი არის, რომ უნდა არსებობდეს შრომითი საქმიანობის ნებართვები. ჩვენთან არის რამდენიმე საფეხურიანი სისტემა, შეიძლება რომელიმე ქვეყანაში მხოლოდ ერთი დოკუმენტის მოპოვება სრულებით საკმარისი იყოს, მხოლოდ ერთ უწყებასთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ უკვე ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა მოგეცეს. ჩვენ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რამდენიმე სამინისტროა ჩართული, მინიმუმ 3 სამინისტროა ჩართული საქმიანობის უფლების წარმოშობაში და 2 უწყება ჩართული ამის აღსრულებაში. 5 ორგანიზაცია ახორციელებს ამ პროცედურას. თან ჯანდაცვიდან 2 სხვადასხვა დეპარტამენტი, CP არის. დიახ და შესაბამისად, აი, როდესაც შემოდის ამდენი ორგანიზაცია, ამდენი ვადა, ამდენი ფინანსური ფაქტორი და საწყის ეტაპზე რეფორმა ახალია ბევრისთვის, თქვენი ეთერით საუკეთესო საშუალებაა, რომ კიდევ ერთხელ განვუმარტოთ და მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რისი დაცვის ვალდებულებაც გააჩნიათ. არის გარკვეული რეგულაციები, რომელიც მხოლოდ კანონის დონეზე არ იქნა დატოვებული და განმარტება განხორციელდა, რომ მთავრობის დადგენილების პრეროგატივა გახდება თუნდაც გარკვეული საგამონაკლისო მექანიზმების საკითხების დარეგულირება. თავარი ის კი არ არის, რომ პირობითად პირიქით მივესალმები ჩემ პირად აზრს გიზიარებთ, რომ ადგილობრივი ბაზარი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მას მეგონი ყველა ვიზიარებთ. კი, წინაპლანზე დაპრიორიტეტებული. ამ ნაწილში მთავარი არის ის მომენტი, რომ როდესაც მოხდება რეგულაცია, ამის სწორი აღსრულება განხორციელდეს და ამ რეფორმამ ნამდვილად იმუშაოს ის მიზნები და თუნდაც პათოსი და მთავარი აქცენტები, რაც აქვს, მოხდეს რეალიზება. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ეს დოკუმენტები, შრომის უფლება რომ მიიღო, მოკლედ მე როგორც მახსოვს, უნდა დაასაბუთო, რატომ გჭირდება უცხოელ და საქართველოს მოქალაქე რატო ვერ შეასრულებს ამ მოვალეობას, ხო? შრომის ბაზრის ტესტი. ამ რეფორმის მთავარი გული ამ სახელით, ხო ეს ოფიციალური ტერმინი არ არის, მაგრამ როგორც გითხარით, ეს ფორმატი, რასაც ამოწმებს სახელმწიფო არის სწორედ შრომის ბაზრის ტესტი. აქაც საგამონაკლისოები, როგორც საერთოდ ყველა შემთხვევაში არსებობს. ხო, კვალიფიკაციაზე. კი, უბრალოდ აი მაგათად არ გადიან საერთაშორისო კომპანიები, ასევე არ გადიან მაღალ ანაზღაურებადი პირები, ვისაც მაღალი ხელფასი აქვთ ამ შრომის ბაზრის ტესტს არ დაექვემდებარებიან. მაღალი ხელფასი რამდენი? დაახლოებით თუ არ ვცდები 15,000-ის ზემოთ არის. თუმცა ეს თანხაც ხელოვნურად რომ არ ჩაიწეროს ხელშეკრულებებში, შრომით ხელშეკრულებაში გადამოწმებას დაექვემდებარება კონკრეტულად თემატურ სამინისტროსთან მიმართებით. შრომის ბაზრის ტესტი გულისხმობს, რომ 10 სამუშაო დღეში
ოღონდ ეს ეხება არა ინდივიდს, რომელსაც სურს თვით დასაქმება და თვით აქტივობა, არამედ კომპანიას, რომელსაც სურს რომ აიყვანოს უცხოელი. მან 10 სამუშაო დღეში worknet.gov.gr არის ესეთი ვებგვერდი, ეს დასაქმების აგენტოსი უნდა განაცხადოს და დადოს ვაკანსია, თუ სახელმწიფო არ შესთავაზებს საქართველოსთან ადგილობრივი ბაზრიდან პირს, მას უკვე წარმოეშვება შემდგომში უფლება, რომ სხვა საიტზე კიდე ხელმეორედ დარეგისტრირდეს და მერე იქ მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების წარმოშობა. ერთგან განათავსებს ვაკანსიას და იქ უკვე სახელმწიფო ცდილობს, რომ იმ კვალიფიკაციის მოთხოვნების მქონე პირი დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო იქნება, რომელსაც უკვე ინფორმაცია აქვს და თავაზობს კანდიდატს, რომ ეს თუ ვერ იპოვან კონტრარგუმენტი კომპანიამ ისეთი წარუდგინა, რომ მე ვინც ვყავს მოძიებული საზღვარგარეთიდან მისი კვალიფიკაცია, სტაჟი, გამოცდილება იმ პროექტებზე მუშაობა და ასე შემდეგ უფრო პრიორიტეტულია ვიდრე შემთავაზობ და ეს არგუმენტირებული კომუნიკაციის პროცესი მიდის სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. თუ ეს მხედველობაში მიიღება, უკვე მეორე ეტაპზე გადავა სრულიად ახლა. ბევრი შეკითხვა მიჩნდება ახლა მონაცემთა დაცვის მიმართულებით, მაგრამ თავი დავანებოთ ამას. კომპლექსური პროცესია დამსაქმებლისთვის ამ შემთხვევაში და რომ დავასწრო დამსაქმებელი ამოწმებს, ანუ დამსაქმებელი აბსოლუტურად არის საქმის კურსში და თავად არეგისტრირებს დასასაქმებელს, მოდი ჯერ ესე დავარქვათ პირს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ბაზარში, რომელმაც ნებართვა უნდა გასცეს შრომის უფლებაზე. რა ხდება თვით დასაქმებულზე? და მნიშვნელოვანი ეხა პრაქტიკაში რაც დამიდგა საკითხი თუ კომპანიამ გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება უცხოეთის მოქალაქე პირთან დამოუკიდებლად შეუძლია თუ არა რაიმე ელექტრონულ პორტალზე გადაამოწმოს მისი სტატუსი ნებართვასთან დაკავშირებით. პირველი განმარტავ, რომ თვით დასაქმებულის რეგულაცია განსხვავდება შრომითი იმიგრანტის რეგულაციისგან. თვით დასაქმებული გამოტოვებს შრომითი ბაზრის ტესტის შემოწმებას და პირდაპირ გადავა იმ დოკუმენტაციის წარდგენაზე, რომელიც არის მთავრობის 70 არის ესეთი 70-ე ნომერი. ამ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, მას განსხვავებით შრომით იმიგრანტისგან ჩაუტარდება ვიდეო გასაუბრება, მაქსიმუმ 15 წუთიანი რომ დაინახოს სახელმწიფომ და ვიზუალურად შეხედოს რომ ეს ნამდვილად ის მონაცემები რაც არის წარმოდგენილი რეალურად ამ ადამიანის არის, გასაუბრებისას მოწმდება ბიზნეს გეგმა, პროექტები რაზეც სურს იმუშაოს და ასე შემდეგ. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი შრომითი საქმიანობის უფლება და ზოგადად ჯამურად ეს შრომითი ნებართვის არსებობა მიბმული არის კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ სექტორზე. სფეროზე, ხო? დიახ, სფეროზე. აი პირობითად თუ კომპანია მოიპოვებს მაგალითისთვის ინჟინერის პოზიციაზე შრომითი საქმიანობის უფლებას, მას არა აქვს რომ წავიდეს და ეს კონსტრუქტორათაც დაასაქმოს იგივე უცხოელი ამ მოპოვებული ნებართვის საფუძველზე. კონკრეტულ სექტორზე, კონკრეტულ სფეროზე, კონკრეტულ პოზიციაზე. მაგრამ თვით დასაქმებული რო აიღებს მაგალითად არქიტექტურაში მუშაობის უფლებას, შეუძლია 40 კომპანიაში დასაქმდეს ის კონკრეტულ სფეროზე აიღებს და იმ მიმართულებით შეუძლია თან შეკითხვები შემოც აქ ძალიან მნიშვნელოვანი წერენ მეგობრები რა შეკითხვები რამდენს გაცდით ვიცი რა არის ხო მეც არ ვიცი ძალიან საინტერესო სფეროა მაგრამ აი ამ სიახლეები უბრალოდ იმდენია სასაუბრო ეს დრო ფიზიკურად არ ყოფნის რა ერთ საკითხს შევეხოთ კიდევ და მე გადავიდეთ მნიშვნელოვან საკითხებს თორემ და მომავალი შეხვედრა ჩავნიშნოთ რა ხდება იმ დასაქმებულებზე, რომლებსაც ჯერ ეს რეგულაცია არ შეეხო და უნდა შეეხო 27-ისკენ და უნდა განაახლონ, მიიღო ნებართვები, შრომის ბაზრის ტესტი უკვე დასაქმებულ უცხოელებზე გავრცელდება თუ არა ახლა და კიდევ ერთი შეკითხვა, რაც მქონდა დაწინაურების შემთხვევაში რა ხდება? პოზიციაზე დავასაქმე, მივიღე არქიტექტორად და არქიტექტურის ზემოთ რა. უფროს არქიტექტორად ვაწინაურებ, თავიდან უნდა გავიარო თუ არა იგივე პროცედურები. პირველ კითხვასთან მიმართებით ვიტყვი, რომ ჩვენ როდესაც საუბარი დავიწყეთ და პრეისტორიაც აღნიშნეთ, როდესაც არსებობდა მხოლოდ ცალმხრივი რეგისტრაციის ვალდებულება, იმ ელექტრონულმა ბაზამ ზუსტად 1 მარტის მდგომარეობით დააპაუზა და შეინახა ის მონაცემები კომპანიების, დიახ, იმ კომპანიების და ამ კომპანიების მიერ დარეგისტრირებული უცხოელების, ვინც აქტიური სტატუსის მატარებელი იყო კონკრეტულად ამ თარიღში. და სწორედ კანონმა შესთავაზა გარდამავალი დებულ პერიოდი,
რომ მოსამზადებელი პერიოდი ამ ცვლილებებისთვის, რომ მათი მსგავსი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვადა აითვლება 2027 წლის 1 მაისიდან. ეს ბაზრის ტესტი გავრცელდება მათზე? 1 იანვრიდან. 1 მაისი ეს იყო თვითდასაქმებულების გარდამავალი, სულ ჯამში 2 გარდამავალი ვადა არსებობდა. შესაბამისად, როდესაც ვაუბრობთ, რომ აი რეგისტრაციას მხოლოდ და მხოლოდ კომპანიები ექვემდებარებოდნენ და მათი უცხოელები და ჩვენ განმარტეთ, რომ შრომითი ბაზრის ტესტიც უკავშირდება კომპანიებს და მათში მომუშავე დასაქმებულებს. ამიტომ იგივე რეგულაცია ჯერ WorkNet-ზე დარეგისტრირება ვაკანსიის შრომის ბაზრის ტესტის გავლა, შემდგომში ცალკე ამ ფაზის დაკმაყოფილების შემთხვევაში ცალკე სხვა ვებგვერდზე გადანაცვლება და იქ ცალკე სხვა დოკუმენტაციის მოპოვება, დასჭირდებათ ყველა იმ უცხოელს, ვისაც 1 მარტის მდგომარეობით ჰქონდათ აქტიური სტატუსი. დაწინაურების შემთხვევაში რაც შეეხება პოზიციის ცვლილებას, მოდით დავარქვათ უფრო განმაზოგადოთ, ცალკე მუხლი არსებობს და ამას მიიჩნევს როგორც შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე საქმიანობას, კანონდებელი შრომითი მიგრაციის კანონი და ამის აღმასრულებელიც არის შრომის ინსპექციის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის მანდ არის სულ ჯამში 2 მუხლი. ერთი რომ თუ ცვლილება უნდა შეეტანა ადგილობრივ დამსაქმებელს და არ შეიტანა, ამ შემთხვევაშიც როგორც უცხოელს დააჯარიმებს, ასევე ადგილობრივ დამსაქმებელს. თუ ადგილი გვაქვს, რომ უნდა მოეპოვა შრომითი საქმიანობის ნებართვა და არ მოიპოვა, ასეთ შემთხვევაშიც კიდევ ცალკე მუხლი არის, რომ დაჯარიმდება ნებისმიერი ის პირი, როგორც უცხოელი ცალკე, ასევე ადგილობრივი დამსაქმებელი. ამიტომ ამით იმის განმარტებას ვცდილობ, რომ მანდატი აღსრულების ყველა დეტალზე იმდენად ფართოა, ჯარიმათა სპექტრი იმდენად ფართოა, რომ ისეთი შემთხვევა, როგორიც თქვენი მაგალითია კლასიკური დაწინაურება, წინ სიტყვა უფროსის დამატებით შეიძლება განმარტებული იქნეს როგორც იმ ვალდებულებად, რომელიც კომპანიას უნდა შეესრულებინა, უნდა დაბრუნებულიყო ისევ დასაქმების სააგენტოში 30 დღით ადრე, თუნდაც ან ვადის გასვლამდე და უნდა განეეხლებინა. კიდევ მნიშვნელოვანია ის მსმენელს რომ მივაწოდოთ ინფორმაცია. ეხლა პრაქტიკაში ეს ყველაფერი როგორ აღსრულდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია, თუნდაც უკვე იმ დასაქმებულ პირებზე, ვისაც ეს რეგულაცია ჯერ არ შეეხო და უკვე უნდა შეეხოს, ხომ? შეიძლება პრაქტიკა შეცვალოს უწყებება, ვისაც ესე ვისი ვალდებულებაც ამის აღსრულება არის. კოტები იყო და არანაირი კოტა ნულოვანი არის კურიერებზე, მგზავრთა გადაყვანაზე, ანუ ეს ორი მნიშვნელოვანზე რო შევჩერდეთ და არ გავაგზავნოთ, კურიერად ვერ იმუშავებს უცხო ქვეყნის მოქალაქე და პირობითად ტაქსის მძღოლად, ან საერთოდ საქალაქო ტრანსპორტის მძღოლად, ხო, სადაც ყველაზე მეტი იყო, ხო, მაგრამ სხვა საინტერესოა ეს კომპანიები არიან, ზუსტად ის კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან და აქამდეც იყვნენ ყველაზე მეტად დამოკიდებული, ხო, აი უცხოელ იმიტომ აი რამდენად იყო ზოგადად ამის აი ეს ინტერესებიც ასე ვთქვათ, არ ვიცი, გათვალისწინებული, ხო, იმიტომ რომ ანუ აქ არ არის საუბარი პატარა კომპანიებზე, ხო, საკმაოდ დიდ კომპანიებზე და საკმაოდ დიდ ასე ვთქვათ კონტრიბუტორებზეა საუბარი ჩვენი ეკონომიკის, ხო, ანუ ეს კომპანიები და არ ვიცი, დაველოდოთ, ნახოთ რა შედეგებს. ხო, ამაზე განმარტებაც ქონდა ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა, სანამ ეს კანონი ამოქმედებოდა და იქ განმარტებები გააკეთა ბიზნესის წარმომადგენლები, ყოველთვიურდღე ბიზნეს ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული, ხო. განმარტებები იყო და დავანებოთ თავი ამ სიახლეებს, ინტერესი დავინახოთ, როგორი იქნება მსმენელისგან, მაყურებლისგან და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი იქნება და უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგვიძლია შემდეგი გადაცემები დავგეგმოთ, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი, უფრო არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები გვრჩება. არასრულწლოვანთა სეზონური დასაქმება და არასრულწლოვნების უფლებებზე რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია. ნამდვილად აღნიშნული საკითხი აქტუალობას ეხლა უკვე ივნისიდან გამომდინარე უფრო იძენს, გარკვეულ სკოლებში დასრულდა საგანმანათლებლო პროცესის, გარკვეულ სკოლებში მალე დასრულდება. შესაბამისად, ერთი მხრივ დამოუკიდებლობის ხარისხი ჯიბის ფულის შოვნა წამახალისებელი ფაქტორიც არის, რომ არასრულწლოვანმა თვითონ უზრუნველყოს, მაგრამ აქ არსებობს ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ერთი, რომ როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სტანდარტებით აკრძალულია ბავშვთა შრომა და ეს ბავშვთა შრომის ტერმინი უფრო არის გაიგივებული ისეთ საქმიანობასთან, რომლის დროსაც როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად და მორალურად ხელი ეშლება არასრულწლოვანს მის განვითარებაში და არის ასევე ბავშვის ეკონომიკური საქმიანობა. ეს არის უფრო
ის ტერმინი, რომელიც დადებით კონტექსტში განიმარტება და სწორედ ამაზე არის დაშენებული მთელი რეგულაცია შრომის კანონმდებლობის, რომ ის აძლევს შესაძლებლობას არასრულწლოვნებს, რომ 16 წლიდან უკვე წარმოეშვათ ქმედუნარიანობა, 16 წლის ზემოთ მათ არ სჭირდებათ მშობლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, რომ დასაქმდნენ, 14-დან 16 წლამდე სავალდებულოა კანონიერი წარმომადგენლის მშობლის თანხმობა და ასევე ის, რომ საგანმანათლებლო და პროცესსა და ფიზიკურ განვითარებაში ხელი არ ეშლებოდეთ. ამაზე მეტი 14 წლამდე შეიძლება დასაქმება კონკრეტულ სექტორებში, კულტურა, ხელოვნება, სპორტი და ასე სარეკლამო ბიზნესი და ასე შემდეგ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბავშვის ეკონომიკური საქმიანობა მიღებული და დამკვიდრებული ფორმატი არის, თავარია ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს, რომ დაასაქმოს არასრულწლოვანი, ზედმიწევნით მიყვეს ამ რეგულაციებს. ამ რეგულაციების დარღვევა გამოიწვევს სამაგი ოდენობით ჯარიმის დაკისრებას და შეიძლება სამუშაო პროცესიც კი შეუჩეროს. დიდი რისკია. თუ არასრულწლოვანობა, ჩემი აზრით, ბიზნესის. შეკითხვა მაქვს ესეთი. 14 წლამდე ან 16 წლამდე ბავშვი დავასაქმე, შემოსავალს ვინ იღებს, მშობელი თუ ბავშვი? ანაზღაურებას. 14, როგორც გითხარით, სრული შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან და ზემოთ კი 16 წლიდან მას უკვე შეუძლია მშობლის გარეშე ნებისმიერი აქტივობის განხორციელება, 16 წლამდე, როგორიც თქვენი მაგალითია 14 წელი, იქ ფიგურირებს მშობელი. მშობლის წერილობითი თანხმობა, მშობლის მონაწილეობა, განსაკუთრებით 14 წლის ბავშვთან მიმართებით. იქ განხორციელდება. მშობლებზე კონტროლს ახორციელებს ვინმე? მშობელი არ ჯარიმდება. შევ თქვით კულტურის სფერო პირობითა და რაღაც ცუდი მაგალითი, ცუდი რატო რეალური მაგალითი ჩემი აზრით, მაგრამ შეიძლება შრომის ექსპლუატაციაც იყოს გარკვეულწილად 10 წლის ბავშვი მუდმივად ბევრი კონცერტი დაუგეგმოს, ბევრგან წაიყვანოს და ერთი ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს ქართულ რეალობაში, უბრალოდ არ მინდა მის აღნიშვნა და თქმა. აქ მშობელზე მონიტორინგი როგორი არის? მშობლის მონიტორინგი არ ხორციელდება, პირდაპირ ვიტყვი. თუ პასუხისმგებლობა და ვალდებულება გათვალისწინებული, ეს მოდის იმ ორგანიზაცია კომპანიაზე, რომელიც გადაწყვიტავს, რომ არასრულწლოვანს და არასრულწლოვნის მშობელს დაუკავშირდეს. და ეს უფრო არის იმით განპირობებული, რომ მოწყვლად ჯგუფში გაყავთ არასრულწლოვნები, შესაბამისად მიდგომებიც უფრო მკაცრი არის ამ მიმართულებით. როგორიც არის აი მაგალითად სამუშაო დროის ფაქტორი, უფრო ნაკლებია ვიდრე სრულწლოვან ადამიანთან მიმართებით. ზეგანაკვეთურად მუშაობა თანხმობის გარეშე დაუშვებელი არის. ძიმემავნე სამუშაოებზე, სამშენებლო ობიექტებზე სამწუხაროდ შევხვედრილ ვართ და ეს გამოიწვევს თუ დაფიქსირდება ეს ფაქტი ესეთი სამშენებლო ობიექტი სამუშაო პროცესის შეჩერებას და მთელი რიგი ვალდებულებებია, რომელიც უნდა იქნეს პრევენციული. ჩვენ ვსაუბრობთ არასრულწლოვნებზე, ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე და შესაბამისად, როდესაც სეზონური დასაქმება ეხლა დაიწყება და დარღვევების სტატისტიკაც მეტყველებს, რომ რიტეილ სექტორი, სასასტუმრო ბიზნესი, განთავსების სექტორი, სარესტორნო ბიზნესი გამოირჩევა სწორედ იმ სეგმენტით, სადაც ჩვენი არასრულწლოვნები მიდიან ზაფხულის არდადეგების განმავლობაში ფულის საშოვნელად. ამიტომ არსებობს ცალკე კიდე კანონი ბავშვთა უფლებათა კოდექსი, ის საერთოდ კრძალავს ალკოჰოლური ნივთიერებების შემცველ, თამბაქოს შემცველ პროდუქციის რეალიზებას. ამიტომ ყოფილა შემთხვევები, რომ აი მიმტანი ყველაზე შეიძლება ნაკლები ვალდებულება ჰქონდეს არასრულწლოვანს. მიმტანის ნაწილშიც კი როდესაც ალკოჰოლური შემცველი სასმელი მიაქვს ერთი ბარმენიდან მაგიდამდე, ესეც არის უკვე დარღვევა. შეიძლება ბარმენია. ესეც არის უკვე დარღვევა, დიახ, შეხება აქვს. ასევე აი მაგალითად რიტეილ სექტორში თუ მუშაობს ის მოლარედ ან კონსულტანტად და მის უკან ალკოჰოლი ან თამბაქო იყიდება და ასეთ პირს დაასაქმებს კომპანია, აღნიშნულიც უკვე დარღვევა. ხშირ შემთხვევაში ჩემი წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე გიზიარებთ, რომ დარღვევების უმეტესობა უფრო განპირობებული იყო ცოდნის არარსებობით და არა განზრახ, ანუ განზრახ არასრულწლოვნის ფაქტი, რომ გამოვლენილი იყო დარღვევის კუთხით ერთეულებია და ამაზე რეაგირებაც ყოფილა. ხო და ჩვენი მიზანიც ეს არის, რა, როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს მივაწვევთ ინფორმაცია, დასაქმებულებზეც რომ გადავიდეთ, ეხლა უკვე გაზრდილ დასრულწლოვან დასაქმებულებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ შვებულების უფლებაზე ვისაუბრებდით კიდევ და ყველაზე გავრცელებულ შრომით დარღვევებზე. პრაქტიკაში ძალიან ბევრი შემოხვედრია და თქვენ ჩემზე მილიონჯერ მეტი დარწმუნებული ვარ და პროფკავშირების როლზეც რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა.
სიამოვნებით. პირველ რიგში პირველი კითხვით დავიწყებ, ეს შვებულების თემა ესეც აქტუალობით გამოირჩევა, ზაფხული მოვიდა, ყველას უნდა დასვენება, ყველას უნდა მისი კუთვნილი სოციალური გარანტიის რეალიზება. თუმცა პრაქტიკაში აწყდებიან შემთხვევებს, რომ კადრის დეფიციტიდან გამომდინარე ორგანიზაციები ეუბნებიან უარს. განურჩევლად იმისა, რომ შეიძლება წლობის სტაჟი აქვთ უკვე, ანუ ის 11 თვიანი შვებულების უფლების წარმოშობის საკითხი უკვე გადალახულია, 5 წელი მუშაობს, 2 წელი, მაგრამ არ უშვებენ. 11 თვემდე შემიძლია შევათანხმო და გავიდე შვებულებაში. გეთანხმებით კი. საჯარო უწყებაში. აქ არის კეთილინების ფაქტორი შემოდის, რომ ხელმძღვანელმა უნდა დაგიდასტუროს 11 თვემდე, თუმცა 11 თვის მერე სრული უფლება გაქვს, როცა განახორციელება ამის გაცხადებას, რომ სურშვებულება გამოიყენო. აუთ ვათანხმებ ხელმძღვანელთან ამას? დიახ, ვინც არის შეიძლება უშუალო ხელმძღვანელს დაუყენო HR-ს, იმ სუბიექტს, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ან მთავარ ხელმძღვანელს. აქ ერთი ნიუანსი მინდა, რაც მსურს განმარტო როგორც ბიზნესისთვის, ასევე დასაქმებულებისთვის, კანონი აძლევს კომპანიებს შესაძლებლობას, რომ დოკუმენტურად გაწერონ შვებულების რიგითობა, რომელიც ახდენს იმის პრევენციას, რომ ერთი სწორად გაწერილი რიგითობით მთელ 4-ვე სეზონზე, 12-ვე თვეზე ყველა დასაქმებულის ეს უნიშნელოვანესი უფლება იყოს რეალიზებული, რომ უცბად მე არ იყოს პასუხი რა იცით აგვისტოში ყველა თანამშრომელმა მომმართა და ამის გამო მე ყველას უარი ვუთხარი ეს მომენტი და ეს ბიზნესისთვის ის არგუმენტიც არის რომ თუ ესეთ რიგითობას თვითონვე დასაწყისშივე უზრუნველყოფს თვითონვე განსაზღვრავს ნაკადთა წრეს რომ თავის საქმიანობას ხელი არ შეუშალოს მართლა შესაძლებელია იმ არგუმენტების გარეშე და ასევე დასაქმებულისთვისაც უკვე შეთანხმებულია და წინსწრებით ცნობილი არის რომ რომელ თვეს რამდენი დღით მას მოუწევს გასვლა შვებულების უფლების დათმობა დაუშვებელია ფულით კომპენსირება დაუშვებელია, ბათილია და გამოუყენებელ შვებულებაზე რო გითხრათ რამდენიმე სიტყვა. წელს თუ ვერ გამოიყენე, მომავალ წელს თუ მაქვს ამის გამოყენების უფლება და დამსაქმებლის ვალდებულება რა არის? კი ბატონო. შეიძლება კომპანიაში შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ შვებულების გამოყენება კომპანიის სრულყოფილ საქმიანობას ხელს უშლიდეს და კომპანიებს შესთავაზოს თანამშრომელს, რომ მოდი ამ წელს არ გამოიყენო და გადავიტანოთ შემდეგი წლისთვის. ეს შემთხვევა განვიხილოთ კერძო სექტორისთვის. ამ შემთხვევაში ჩემი როგორც დასაქმებულის თანხმობა სავალდებულოა რომ გადატანილი იქნეს. ზედიზედ ორჯერ გადატანა, ანუ 2 წლის განმავლობაში შვებულების არის დაუშვებელი. ესეც იკეტება ამ რეგულაციით. თუ გადამიტანს, სასურველია იქვე გაიწეროს რიგითობა, როგორც უკვე ვთქვი, იმიტომ რომ როდესაც ორგანიზაციას 1 წლის 12 თვის განმავლობაში 24 დღის რეალიზებაზე, ან იმ 24 დღიდან რაიმე დღის რეალიზებაზე უკვე პრობლემა აქვს, ბუნებრივია ხა ჯამურად 48 დღის რეალიზება მომდევნო წლისთვის შეიძლება მისთვის უფრო დიდი რისკი იყოს. ამიტომ ესეც რომ წერილობითი შეთანხმებით უნდა გადაატაინო დასაქმებულს და ის რისკი ჩვენ თავზე უნდა აიღო, რომ თითქმის სრული 3 თვე თანამშრომელი არ ყავდეს. ორივე მხარეს უნდა კონდეს გაცნობიერებული ბოლომდე. და დამთახდა თანამშრომელი და მომდევნო წელს გავანთავისუფლეთ სამსახურიდან. ხო, თვითონ წავიდა. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ის ვალდებულება გვაქვს, რომ აუნაზღაუროთ ის შვებულება წინაწლის. მე განმარტე რომ შვებულების ფულით კომპენსირება დაუშვებელია. ამას აქვს გამონაკლისი. ეს არის თქვენი კითხვა. გულისხმობ იმას, რომ როდესაც ჩვენ მოქმედ აქტიურ შრომით სტატუსში ვართ, ჩემი დღეები დასვენებით, რეალური დასვენებით უნდა კომპენსირდებოდეს. თუ თქვენ ხართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორი და მე მიშვებთ თქვენი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მაშინ გამოუყენებელი შვებულების დღეები უნდა დაკომპენსირდეს თანხაში. და ის რამდენი დღეც კომპენსაცია კიდე ცალკე დამატებით. ეს უბრალოდ გამოუყენებელი შვებულების დღეების კომპენსაცია არის. ამ შემთხვევაში თუ თავად განაცხადა წასვლაზე ამ შემთხვევაში დათმობილი აქვს მას ეს დღეები. თვითონვე ამბობს ირიბად უღარს იმ თანხაზე. გასაგებია. ეს შეკითხვა მაქვს ასეთი ხშირად გვხვდება შემთხვევა, როდესაც თანამშრომელმა გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, შეატყობინა ამის შესახებ ხელმძღვანელს, ან უთხრა HR-ს, რომ აი რაღაც 2 თვის შემდეგ მინდა სამსახურიდან წავიდე და ითხოვს შვებულებას. ამ პერიოდში ორგანიზაციისთვის ცნობილია, რომ უეჭველად ეს თანამშრომელი მიდის სამსახურიდან და ამავე დროს ითხოვს შვებულებას, აი გაცხადებიდან ხო წასვლის მომენტამდე პერიოდისთვის. აქ სტანდარტულად ვრცელდება შვებულების უფლება და რაიმე შეზღუდვა არ არის, ხომ? თუ შეუძლია ორგანიზაციას მაინც არ გაუშვას. არგუმენტირებული პოზიცია ორგანიზაციას ექნება არ გაშვებაზე, თუ წინასწარ დოკუმენტურად ექნება გაწერილი რიგითობა შვებულების.
აი ეს ძალიან გადასარევი ის არის. ნატო ერთ კითხვასაც დავსო თუ შეიძლება. ძალიან ბევრი რაღაცა მქონდა მომზადებული, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ ვეტევით. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეხლა რაღაც ერთ მაგიდასთან ვსხედვართ, დასაქმებულები, ბიზნესი მოკლე და თან მithumetes ეხლა გვისმენს, ხო, ახლა აუდიტორიამ. რა რჩევას მივცემდით ყველას იმისათვის, რომ აი შევამციროთ, თუნდაც რაზეც მე დავიწყე, ხო, ანუ ის დავები, შევამციროთ ეს კონფლიქტები სამსახურებში და ასე შემდეგ. პირველ რიგში თქვენის ნებართვით, აი თქვენ კითხვაზეც გავცემ პასუხს და ასევე მინდა პროფკავშირებსაც გავამახვილო ყურადღება როგორც დასაქმებულთა წარმომადგენელზე ამ ნაწილში, იმიტომ რომ ეს არის კოლექტიური ხმა, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად ახორციელებს ცალკეც ან ერთობლივათაც ცნობიერების ამაღლებას, შრომითი უფლებების, შრომითი მიგრაციის, შრომის უსაფრთხოების, ასევე ის არის მაგიდასთან მჯდომი პარტნიორი სახელმწიფოსი, როგორც არის სოციალური სამხრივი კომისია, ასევე მრჩეველთა საბჭო და ასე შემდეგ და ამ პროცესში ბიზნესი, ადგილობრივი დასაქმებულები პროფკავშირის სახით ერთობლივად არიან ჩართულები ყველა უფლების რეალიზებაში. თუ მხარეთა პოზიცია არის ისეთი, რომ ბიზნესიც არის მოწოდებული უფლების რეალიზებაზე, იქვე მისი დასაქმებულების ბუნებრივად არიან მოწოდებულები, შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ პროფკავშირების სახითაც, პირველ რიგში რჩევა რაც მექნება, რაც ყველაზე ნაკლებად უყვართ, ეს არის დოკუმენტური მოწესრიგება. შრომითი ხელშეკრულებების არსებობა, შრომის შინაგანი წესის არსებობა, სამუშაო დროის აღრიცხვა. ბიზნეს გონია ხოლმე ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება, რაც სასიკეთო არის, რომ რეგულაციების გაწერა ეს იქნება გარკვეული ბერკეტი, რომ შეიზღუდოს სამომავლო გადაწყვეტილებებში პირიქით. ორივე მხარის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება და შრომითი უფლებების სრული რეალიზება, ესა ჯამურად შექმნის როგორც კმაყოფილ დასაქმებულს, მაღალი ხარისხის პროდუქციას და მაღალ რეპუტაციას. დღესდღეობით უკვე რეპუტაცია არის ჯარიმაზე ყველაზე მაღალი გამსაზღვრელი საზომი კომპანიის იმისთვის, რომ შრომითი უფლებები კონდეს რეალიზებული და პირველი ინტერესი იმით, რომ კომპანია როგორც მაღალი სტანდარტის მწარმოებელი ორგანიზაცია იყოს, უნდა იზრუნოს პირველ რიგში თავის დასაქმებულებზე. ამიტომ დაიწყოს დოკუმენტური მოწესრიგებით, რომელიც ფაქტობრივად პრაქტიკაშიც უნდა რეალიზდებოდეს. მე მაქვს ერთი შეკითხვა. რაღაც ფანტასტიკური პასუხები. ძალიან პრაქტიკაში თუ შეხვედრიათ ორგანიზაცია, რომელსაც მოწესრიგებული ქონდა, აი იდეალურად ეს საკითხი. პრაქტიკაში შემხვედრია ორგანიზაცია, სადაც დაწერილა დადგენილება. მოწესრიგებულება აღსრულებულს კითხებით. გეტყვით, პრაქტიკაში ედგება ორი დოკუმენტი, ოქმი თუ დარღვევა არის, დადგენილება თუ დარღვევა არ არის. დარღვევა არ არის, ორგანიზაციები ყოფილა. ყოფილა, ძალიან ცოტა ხო ალბათ. ბუნებრივი. მაგრამ კარგია რო არის, უკვე რო არის. კარგია ხო, მაგრამ როგორც წესი, როცა გონია ორგანიზაციას რომ მოწესრიგებული აქვს ეს ყველაფერი, მაინც ხშირად არის ხოლმე პრობლემები, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით, მე ესე ვფიქრობ. მეგობრებო, ვისი ამოვნე, ძალიან დაუკმაყოფილებელი ვასრულებ რეალურად ამ პოდკასტს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და კიდევ უფრო გამიჩნდა, უფრო მეტი კითხვა. აი მივანდობთ ჩვენს აუდიტორიას და ალბათ ამ კითხვებს კიდე ჩამოგვიწერენ კომენტარების სახით და ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა. მე აქვე აგერ პირობას გართმევ, რომ აუცილებლად უნდა გვეწიო კიდევ, იმიტომ რომ გავშლით ამ თემებს კიდევ უფრო სხვა მხრიდანაც და ჩემი აზრით, რა ვიცი, ჩვენ აუდიტორიას მაქსიმალურად ვაწვდით იმ ინფორმაციას, რომელსაც, რა ვიცი, ეხლა დღეს სად მოვიძიებდი აი ესეთ კონსულტაციას, სად მივიღებდი, არ ვიცი. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნატო. მადლობა ჯონი ტრადიციულად, მადლობა მაყურებლებს და მსმენელებს და დაგემშვიდობებით უკვე სამშაბათამდე და სამშაბათს გელით ძალიან საინტერესო პოდკასტი. მადლობა, წარმატებები.